შენი ინსცენირებული 14 დადგმული 14 პიესიდან რომელი იყო მაქსიმალურად თეატრთან კონტაქტში დადგმული, აი შენ იყავი გარეული, ასე ვთქვათ, შენ რომ მონაწილეობდი პროცესში, იყო ესეთი რომელიმე, თუ ყველა უშენოდ დაიდგა? იცი როგორ მე დამიგროვდა, აი დიდი ხანი წლების განმავლობაში რეჟისორები მეგობრები მყავდა ბევრი და მათთან მუშაობის გამოცდილება. ანუ აი რეჟისორი რო ჩემთან მოდის და მეუბნება, ეს კინოს იქნება, თეატრს იქნება, მეუბნება რომ აი ეს მინდა. აბა ეს რო გინდა როგორ და რო ვიწყოთ ჩვენ ლაპარაკს და რაღაც აი მუშაობაში ხო? მე როცა ვაკეთებ ამას რო ანახებ, აი მომდენო ვარიანტს. ეს წინასწარ უკვე იმდენი რაღაცა არის გაკეთებული, ეს რეჟისორი უკვე ხედავს, დიწყებს იმის ხედვა, ჩემს გვერდში ერთად ვიწყებთ იმ ამის ხედვას. და როცა ესეთი რამე მიაქვს იმას და აქვს სცენაზე, იქ უკვე პრობლემა იმას აღარ აქვს. გასაგები. თუ აქ მირეკავს და მე თუ ჭირდები, მეძახის და მივდივარ. აი, კონტაქტი. ძირფას ტელემაყურებლობა. თავიდანვე არის ხოლმე ეს ლაპარაკი. აი თქვა თუ მოვა ჩემთან რეჟისორი და უნდა რაღაცა იმ ამბავს მეუბნება. ამ ამბავს მე დრამატურგიულად ვაწყობ, გავუმზადებ. მაგრამ მის თვალწინ კეთდება ეს ყველაფერი, შავი ვარიანტი 1, 2 და დავუდებ მე-3-ს და მე-4-ს და რო მივალთ იმ კონდიციამდე, რომ ეს მივიდა იქამდე. იცი რა მე ვეუბნები, ხა შენ წაიღებ ახლა ამას, მაგრამ აი იქ როცა ავალ და იქ მსახიობი იქნება და მსახიობი იტყვის რა, იცი რა ამას მე ვერ ვამბობ, აი მაშინ მე იქ უნდა ვიყო. ანუ მითხრა რომ აი ერთი გავლა პიესის. ხო. გაცავთ, უნდა იყოს მეც იქ ვიქნები და მეც დაველაპარაკებ. აი შევცვალოთ მაშინ, რა პრობლემაა? ხო. თუ რაღაც სახეობ ვერ იდგებს მეც გამომიცდია ეს და სხვათა შორის ბევრჯერ დაიდგა, რამდენიმეჯერ დაიდგა ჩემი ბოსტანი კონფლიქტის ზონაში და ყველაზე კმაყოფილი, ყველაზე ძალიან ჩემგან მაღალ დონეზე შეფასებული დარჩა მამუკაც ერთსვაძის დადგმული ზესტაფონის თეატრში და რატომ? აი ახლა ეხმიანება შენს ნათქვამს. იმიტომ რომ მუდმივად ზესტაფონიდან თქვით, ჩვენ ვიყავით ხაზზე, ეს იცვლება ეს სცენა, ქალბატონ თავრია თქვენ ამ გვირს როგორ ათქმევინებდით ამას, მე გამომიგზავნით და რაღაც ფრაზას, მე იმას იმ რობინზონის ჩემი გმირის ენით გადავწერდი და მუდმივად თანამშრომლობა გქონდა. მუდმივად, აი თქვენი ენა მჭირდება ახლა ამ მომენტში, თქვენ როგორ იტყოდით ესე და ის მერე დიდი ხელოვანია და გამოვიდა ისეთი ცოცხალი და ისეთი რომელიც დიდხანს იქნება სცენაზე, იმიტომ რომ ის იმ რეჟისორმა იცის რომ თვითონ არ უნდა დაწეროს ეს დიალოგი, ან ლიტერატურულ ნათეს არ უნდა მისცეს და იმიტომ რომ შენ უნდა გითხრას ეს და მიხო, შენ კინოშიც გეთქმის სიტყვა, კარგად იცი ეს საქმე და აი რა მაინტერესებს, შენ თქვი რომ შრიფტული ფრაზა შეიძლება სცენიური არ იყოს, მაგრამ აი წეგან ჩვენ საუბრობდით ძირფასო ტელემაყურებლებო და მიხო მითხრა ესეთი რამ რომ სცენიური ფრაზა თავის მხრივ შეიძლება ეკრანული არ აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, აი რა ხდება? შეიძლება იყოს ეს ანუ თეატრის დიალოგის თვისება სხვა არის და სცენაზე აი ეკრანზე რაც ის არის რა ქვია გამოსახულებაა და ეს გამოსახულებები როცა ურთიერთობენ და ლაპარაკობენ იქ ეს სხვა დიალოგებია ერთმანეთთან თვისობრივად განსხვავებული. ხო. ანუ ჩვენ კინოში საქმე გვაქვს ვიზუალიზაციასთან უფრო აი ხედვით ხედვასთან დაკავშირებული დიალოგი. თეატრის ხო ხედვა? თეატრის ხედვა, ოღონდ ერთად გეცე გაჩერებული ხედვა და კინოში ეს ყველაფერი მოძრაობს. ეს ყველაფერი მიდის, ეს ყველაფერი როგორც კი გაჩერდება. აი არ შეიძლება ესეთ კინოს გადავიღოთ, რომელიც გაჩერდება. ეს მაშინ ხერხია, რომელ ხერხზეც ჩვენ ვაწყობთ. გოდოს მოლოდინი ვაქვს, ეგრე კინოდ გადაღებული, ის რა საინტერესო სანახავია, იმიტომ რომ გოდოსთანაც, ბეკეთთანაც ეგეთი დიალოგია, რომ ესენი ისე რა წავიდა. მათი მოძრაობა ადგილზე დგომაა, ოღონდ ეს დიალოგებშია გაკეთებული. და ის იქ მოერგო რაღაცა გააკეთა იმან. ანუ რაღაც განსაკუთრებული სპეციფიკური თვისება აქვს. ოღონდ როცა კინოში შედის თეატრალური დიალოგი, ის ხდება ისეთი ბუტაფორიული, ისეთი ყალბი და ისეთი მატყუარა ის კინო, ისეთი კინო. რომ აი მე ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე ისხურება მე. ოხ ეს სიყალბე. ხო, ეს სიყალბე ძალიან სიყალბე ხერხი კი არა. სცენაზეც წერლობაში როგორი ადვილია ამაში გადავარდა. უცებ გადავარდი რა. გადავარდა. სრულიად გულწრფელი ავტორისთვის. უცბად შეიძლება გადავარდე, ხო? ზედმეტ პათეტიკაში, ზედმეტ სენტიმენტალობაში, ზედმეტ სიტყვაში, ზედმეტ და გადავარდე სიყალბეში, ხო? ძალიან ბევრი იცი სამარნო, აი შენ როცა შენ
როცა რაღაცას მუშაობ და აკეთებ, იქ რა თქმა უნდა შეიძლება შეგეშალოს, რა თქმა უნდა ნეცად რო არ შეგეშალოს, მაგრამ აი როცა რაღაცა ესეთი შეცდომები მოგდეს, შენი შეცდომის დანახვის უნარი თუ არა გაქვს, აი ეგ არის ყველაზე ცუდი. გადაგიკითხია ტექსტი, შენი საკუთარი ტექსტი, აი ტესტით სიყალბეზე, აი ტესტით ზედმეტ პათეტიკას. რა გავიდეს ხოლმე, უნდა გამოვიდი ხოლმე. ამიდან გამოსული ჯერ არა ვარ. აი ამას რო წერდი, კინოს ხედავდი, აი კინო რომანი. არა ვარ გამოსული, ეგ გარედან გადადებული მაქვს, აი. ის კი არა, აი გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდია, ხო იცი რა გავიგე. კორექტული შეცდომების შიშით შეძრულს სრული აღარ მაქვს რომ ისავიკითხო. მე კორექტული პრობლემა არ მაქვს. კორექტურას ვინჩივი. კორექტურას კი არჩივი, კაცო. აი რამე ისეთი ხო არ შემეშალა მე აქ როცა აი ამბავს იქ რაღაცა ძალიან რთული რაღაცაა გასაკეთებელი. აი ამბის ცხრობა ადვილი ნგონიათ და თქვა ძალიან ადვილად ამბობენ ხოლმე რა კინოსცენარი დავწერე. კინოსცენარი წერა ადვილია ძალიან. აი ეხლა არ დამავიწყდეს, შენ ძალიან ისეთი მოსაუბრე ხარ, პირდაპირ ნიაღვარივით მოედინება მიხვდა, მე უნდა რაღაც პატარა გავცურო ეხლა აქ. ამბავი, შენ ხარ ამბავია შენთვის. რაც ეხლა არის ხო, რაც ეხლა არის სხვათა შორის ამ ინტელექტუალური რომანების მოზღვავების და ინტელექტუალური წიაღსვლების და მეში ჩაძირვის და ინტრო რომანების ფონზე ძალიან დიდად დასაფასებელ რამეთ ვთვლი მე. ამბავზე წერას, ხვის ამბავზე წერას, შენ თავიდან გამოსვლას და ხვის გმირად ქცევას. აი, სხვათა შორის ვირფასო ტელემაყურებლებო ვუსმენდი ლექციას ამას წინათ არის ესეთი ლიტერატურას ვცოდნე რუსი ბიკოვი და საინტერესო ლექციები აქვს და არ მახსოვს ვიზი ამბობდა ან ცვეტაევაზე ან ახმატოვაზე აღარ მახსოვს, მაგრამ თქვა რომ ძალიან ცოტა მე აქვსო და ძალიან ცოტა შენ აქვს უფროს და დღევანდელ რომელიღაც ავტორი დაასახელა, დავთვალეო და მთელ თავის შემოქმედებაშიო 300 მეტი დაწყებული ლექსი აქვსო. 150-იო. ტი, შენი დაწყებული რაც სინამდვილეში მესია და იგივე მე არისო და აი რაღაცა სხვაზე, ონზე ან ანაზე, ვიღაცას დაწერილი საერთოდ არაფერი არ გააჩნიაო და აი ესეთი მეში ჩაღრმავებული ეპოქა დაგვიდგა. ყველა ჩასტირის თავის თავს ჩაეძიება რაღაცნაირ თითქოს სხვა მასალა არ იყოს და მე ძალიან მიყვარს შენი ნაწერები და შენი მიდგომა საწერისად, იმიტომ რომ შენ სულ დაეძებ შენს მიღმა ამბებს და ამბის მაძიებელი ხარ, რო დადიხარ ზურგჩანთით, სულ ამბებს ეძებ ხალხში და ვერ გაგიშვებ აქედან ისე შენ ერთ-ერთი კონკურსისთვის დაიწყე საზღვრის, აი ჩვენი ყველაზე მტკივნეული თემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამაზე შენ მე მიყვებოდი რაღაც ძალიან შემძვრელი კინოსცენარის მონახას და აი ვერ გავიგე კარგად და ხელახლა. ხო, ეს იცი როგორი ამბავია რომ საქართველოს რუსეთის ომის დროს აი საზღვარზე ცხოვრები მოხუცი დედაბერი მოხუცი ქალი როცა იქ ცხოვრობდა ჯერ ჩვენებმა შეუტიეს ჯერ ჩვენები წავიდნენ ეს რეალურს მეუბნები თუ შენ უკვე იმის თხრობას ვიწყებ რომ თან ნამდვილი ამბავში უკვე ამბავი ეს ხო გადამუშავებული ამბავი ჯერ ჩვენები წავიდნენ ჩვენებმა რომ შეუტიეს ამ დროს იმ მოხუც დედაბერთან რუსი ჯარისკაცი მოვიდა მიშელო შემეფარა მოკლავე და იმ სოფელი და ყველა ხო გაიქცა და მეცის ქვილია დარჩენილი ვიღაცებია და ისინი ნელ-ნელა ხვდებიან რაღაცა სარიცხი დაინახე ჯარისკაცს რაღაც დაჭერილი რაღაცა წამლები იყი და რაღაცები მიხვდნენ ეს ყველაფერი იქ ისე ხო და როცა უკვე იქამდე მივიდა საქმე რომ ახლა ამას უნდა უთხრან და აი ქართველი ნაწილები ეძებენ იქ რაღაცა შეტაკება მოხდა და ეს უნდა მოვიდნენ ამასთან და ეს უნდა საქმე მივიდნენ დაიწყება რუსების შეტევა ახლა რუსები მოდიან აქეთ და რუსი ჯარისკაცი უკვე თავს კარგად გრძნობს ნელ-ნელა რომ იციან თავისები მოდიან როგორ ისინი თვლიან რუსები რომ ეს დეზერტირია და ეს დაიჭერა და ეს მიხავს ერთად მაგრამ აი მე რასო ვიცი ეს სიტუაცია როგორ იცვლებოდა როცა აქედან მიდიოდა ჩვენი ჯარი ჯერ და მე იქიდან გამოვიდა იმათმა ჯარმა როგორი მაროდიორობა და როგორი ისდევდა თან
აქედან მოძრაობას და იქიდან აქეთ მოძრაობა და იქიდან იმათ შემოწევას კიდევ უარესი აი ეს რომლებიც არ ცვავდნენ, რომლებიც მოყვებოდნენ წიგნის გაივლი და იმათ უკან მოყვებოდნენ და აი ეს მოხუცი ქალი მე ამას აი რაღაც ისე დავარქე კიდევაც რომ საბრალო დედაბრის ესა თაგუნი ყანასამკიანო და ისინი ხოხბები უკიანო ხათები ეს ხო იცი ხახური ლექსი საბრალო ბერი ქედანი ბოლოში მაიგდიანო და სიმღერა საერთოდ ამ სრომე ხო აი ესეთი ხარეს დაძახიანო ეს ლექსი რომ არის აი ეს საბრალო დედაბერია რომელიც იქ ქსოს რაღაცებს და ის რა ქვია ის რომ გააკეთე მატრის ფრთილებს თვითონ ართავს ბალახებს კრეებს საღებავებს აკეთებს და ახალ მთვარეზე შეულოცავს და ისე აკეთებს იმ ფერებს და ისე ქსოს იმ ფარდაკებს და ისეთი რაღაცა ვიზუალურად ვამბობ ახლა ეს როგორია და ანუ ეს მინდა და ყოფილიყო სახე საქართველოს საქართველოს მოხუცი დედაბერი რომელიც აი მიატოვეს რაღაც შვილები ამ შვილ თბილისშია წასულ ჩამდის და ეხვეწება რომ წამოდიო გადმოდიო რუსები რომ დამთავრდება სოფლის თავში რომ იყო ბლოკპოსტი და დედაბერი საქართველოში იყო ომი რომ დამთავრდება რუსების ბლოკპოსტი არის სოფლის ბოლოში გადმოცემული დედაბერი რუსეთშია უკვე მოხვედრილი ხო და ბლოკპოსტი რომ მოდის შვილი ეხვეწება ეს რომ წამოდიო თბილისში რა გინდა უმანდო და რაღაცა და იმდადაბერ შვილი ომში წასული რომელიც აი გაიარ ქართველი შევის მაშინ შვილმა გაიარა შვილმა ომში მივდივარა და მკვდარი მოუტანეს და დაუდეს იქ და რუსები რომ მოდიან ამას ეს თავის შვილს სად დამარხოს არ იცის და ეხვეწება რომ იქნებ თბილისს წამაღებინოთ ვერ წაღებთ თვითონ ეთხრის და თავის ეზოში მართავს ამას ანუ აი მე რატო ვყვები ამას რომ აი ჩვენი იდენტობა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ჩვენი აი საქართველო, დღევანდელი საქართველო, რომელიც ნელ-ნელა პატარავდება, რომელიც საზღვრებიც აქეთ მოიწევს. აი რანაირად არის ესე მოქცეული რაღაცა დიდ ურჩხულებს შორის ის ძველი ურჩხული, რომელთანაც დიდი ხანია ვცხოვრობთ და რომელიც რაღაც კომუნისტური იდეოლოგია შეგიქმნის თუ მეფის იმპერია ექნება თუ რაღაც მაინც ცდილობს რომ შენ დაგიპყრო, შენ წაიღოს, შენგან ისარგებლო და შენ ყავდე როგორც აი ისეთი რომელიც მისი ერთ-ერთი კოლონიაა. ეს და ახლა ეს მეორე ახალი მოსული, რომელიც მდიდარია, რომელსაც ფული აქვს, რომელსაც ბაქო ჯეიჰანის იმის გატარება უნდა გაატაროს, გამოატაროს, ოღონდ დოლარს აჭადეს, რომ $100 თვითონაც წაიღოს უკან. აი ამ ორ რაღაცაში მოქცეული საქართველო ხედავთ ჩვენ როგორ ნელ-ნელა პატარავდება. ჩვენ ხედავთ საქართველოში როგორ უპირისპირდებით ჩვენ ერთმანეთს და როგორ ვებრძვით ერთმანეთს. ერთი ნაწილი იმისი რომ რუსეთის წინააღმდეგნი ვართ და მეგობრები მე აფხაზეთში წვანან ჩემები და რუსეთის იმპერიის დახოცილებერან და ვერ ნოვიტანდე რუსებს და ისა, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა არიან კიდე ახლები რომლებიც აი თქვა ავღანეთის ომებში ავღანეთში იყვნენ წასულები, იქ იყვნენ წასულები და აი ამ ახალი ისიც იმპერია ხო ფაქტობრივად უფრო დიდი ამერიკა უფრო მდიდარი იმპერიაა და იგივე იმპერია რაც რუსეთი. არაფერი განსხვავება მათ შორის არ არის, ხო? უბრალოდ ჩვენ ახლა ორი ცუდი რაღაციდან აი პატარა ქვეყანის ხვედრი. ალბათ ეგეთია, რომ ორი ცუდი რაღაციდან მით უმეტეს საქართველოს ხვედრი. უკეთესი ცუდი რო ავარჩიოთ, ეს უკეთესი ცუდი იქნება ისო დასალუდ და თავისუფალ იმაში გვერდჩევია ცხოვრება, ხო? ალბათ. ნოდარგუბაძე გამახსენდა, ეხა იცი რომელი გამონათქვამი საქართველოს ბედაურს გავსო, კარგალაგას რო არის, ისეთ კარგალაგას არისო და ბმულიო. თვითონაც ისეთი ბედაურიაო და ზურგზე თუ კადრისად მოაჯდება ვინმეო აჰკრავსო ზურგს და გადმოაგდებსო და თავისუფლების მოყვარდა მაინც არსებობს ეს ბედაური. რა თქმა უნდა, აი საქართველოს აი რაღაცა ის აქვს რა მაინც რო აი ხო აი ესა მე ძალიან მაინც ქმნის, მაინც მოქმედებს, მაინც აკეთებს, მაინც თავის სიტყვას ამბობს. ის საომარი რაც ქონდა ვიომეთ, ეს ჩემი თაობა იქ წეს იმ აფხაზეთში, ჩემი თაობა. ეს ახალგაზრდა თაობა, ჩემი შვილების თაობა, ჩვენი შვილების თაობა რუსეთ-ოსეთის ომში. აქ მე არ მაინტერესებს იქ ვინ პოლიტიკოსმა რა შეცდომა დაუშვა, ვინ როდის შეიყვანა, არ შეიყვანა, გაიყვანა თუ გამოიყვანა. მე მაინტერესებენ მეომრები. რომლებიც შეომეს, რომლებიც კაცები იყვნენ და რომლებიც არ იმალებოდნენ, რომლებიც დუბაიშტევში არ დაფრინავდნენ და რაღაცებს აყიდულოდნენ, ომობდნენ. აფხაზეთში ომობდნენ და წვანან იქ და ცოცხლები აღარ არიან. და აი ეს პატარა ბიჭები, ჩვენი შვილები, ხო? აი მე იმას ველაპარაკებოდი რა, როცა ის კინო ამაზე ვიყავით, მისული რომ ჩვენ აფხაზეთზე ვერ გადავიღებთ. მე ვთქვათ, თქვენ ვერ გადაიღებთ აფხაზეთზე ვერაფერს. პატარები ხართ და იმიტომ მაგრამ თქვენი თაობის ბიჭები, რომლებიც აი ამ რუსეთ-აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ. 137 ის არის ოფიციალურად მკვდარი სამხედრო მოსამსახურე. აი ამ რუსეთ ხუთდღიანი ომის დროს. აი მათზე ხო შეიძლება არა იქ ვინც როგორ არა, აი მაგას გავაკეთებთო.
ანუ ის ახალგაზრდები და ისინი, აი რაღაცა საქართველოს აქვს რაღაცა თავისი უკვდავის სული, შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ თქვა ჩვენ გვაქვს ბევრი ნაკლი, ჩვენ გვაქვს აი ჩვენ ვართ ძალიან გათიშულები, ჩვენ ძალიან ვემტერებით ერთმანეთს. ერთ ოჯახში შეიძლება ერთი იყოს, რომ რუსეთს მომხრეობა უნდა ისევ და 37 მანეთად მოსკოვში ფრენა უნდა და მეორეს არ უნდა ეგარ, მეორეს უნდა რომ თავისული ლონდონში გაგზავნოს და ასწავლოს. ისევ გამახსენდა ერთ ოჯახმა შეიძლება თავი ერთმანეთთან ისკოდეთ, დავაქონდეთ, მაგრამ იცი რა არის, აი ეს დავა სასაცილოა ეს ყველაფერი, როცა შენ ხარ ერთი პატარა ქვეყანა და როცა ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ ყავს და ერთმანეთის გარდა არავინ არ დაგვრჩენია და ერთმანეთს არ უნდა ვჭამდეთ, არ უნდა ხოცავდეთ ეგ. ამ დროს ძალიან სიყვარულის მოყვარული ერია, ხო? ქვეყანა ზოგადად. ქვეყანა სიყვარულის. ეს გარედან მოხეული პოლიტიკურ თამაშებში, როგორც კი გაებმები, როგორც კი შენ რაღაცას მხარს ერთი ხრისკენ დადგები თუ მეორე მხარს ვერ ხედავ. აბა მოდი ორივე მხარე დაინახე. აი ისიც დაინახე და ისიც დაინახე. ისიც გაიგე და ისიც მაშინ ხომ მიხვდები შენ რომ ეს ერთი პატარა ქვეყანაა. ძალიან სასაცილოა ხოლმე, როცა აი თქვა შენ მეგრელი ხარ და მე კახელი ვარ და შენ იმერელი სასაცილოა ეს, იმიტომ რომ რაღაცა ხელის გულზე კი არა, ძალიან აი რუკაზე არ ჩანხარ, წერტილად ჩანხარ და რა სამეგრელოს და სიყვარულის წერტილი. თან ამ ერს აქვს სიყვარულის უდიდესი პოტენციალი, უდიდესი მოთხოვნილება რომ უყვარდეს, სიყვარულის მოთხოვნილება. და აი დუმბაძის გამახსენდა ისევე ნოდარ დუმბაძის სიტყვები რომ შინაგანათო რაც ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ისეთი მზიანები ვართო შიგნიდან და ისეთი თაკარებიო რომ კავკასიონისო ყინული რო არ გვაშოშმინებდესო დავიწყებოდითო ამ სიტყვოთი და სიყვარულით. აი ასეთი განწყობით მინდა რომ ვიყოთ და მე არ მეგულება რომ ვინმეს ესეთი ფოლკლორი ჰქონდეს, ესეთი სიყვარულის, ესეთი გმირული სულის, ესეთი ქველობის, ესეთი რაინდული არ მინდა ეს პათეტიკად ჩამითვალოთ. მე მართლა ვფიქრობ ასე. მართლა ჩვენი ფოლკლორი, მართლა ჩვენი რუსთაველი კაცო აფორიზმები. ეს გინდაც აი ეს მარტივი სიბრძნეები, ჩვენი მარტივი ბრძოლსანი. ამ ერს აქვს სიყვარულის მოთხოვნილება. ეს ერი შექმნილი სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის და ძალიან kveli განცდებისთვის და ალბათ ეს ყველაფერი ამღრეულობა დაიწმინდება ოდესმე და ხო, აღდგება ეს აი მიჩვევაც უნდა თავი საშორისათნოება. ერთ სისტემაში როცა ცხოვრობდი, აი კომუნისტურ სისტემაში როცა ცხოვრობ და უცებ ყველაფერი შეიცვალა. უცებ გავყავდა თუნდაც შეიძლება ბევრი პარტიები იყო. არ გვინდა პარტიები, არ ვახსენოთ სიტყვა პარტიები. მიხო, შენ ოპტიმისტური ნოტაზე მინდა დავამთავრო რა. კინოში ხდება რაღაც, ქართულ კინოში ხდება რაღაც კარგი ამბები. მე მინდა პატარა ჩვენი მარიამი ხაჭვანი, ხო, რაღაც კარგ რამეებს აკეთებს და ხო, ესე იგი მარიამი მიხო ბორაშვილის სახელოსნო აქვს დამთავრებული. და მან გადაიღო ფილმი დინოლა 15 წუთიანი ფილმი, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა კანის ფესტივალზე, ევროაკადემიის ფესტივალზე. უამრავი ჩამონათვალე ვიკიპედიაში სტატია ყოფილა უკვე, სადაც ჩამოთვლილი არის მისი ყველაფერი გამარჯვებები ისინი და აი ხა სრულმეტრაჟიან ფილმზე იწყებს გადაღებას. ძალიან მიამაყება და მიხარია რომ განსაკუთრებული კინოხედვა აქვს ამ ადამიანს. არსებობს ოთარიო სელერის კინოხედვა, არსებობს αλექსანდრე რეხვიაშვილის კინოხედვა. და არსებობს მარიამ ხაჭვანის კინოხედვა, აი ამ პატარა გოგოს, რომელსაც აქვს თავისი სტილი, თავისი ხედვა, თავისი და ამას ევროპელი ფრანგები მოიგონეს კინო საერთოდ და მათ არ ეშლებათ ვინ როგორ შეაფასონ და როცა მას მიიწევენ კანის ფესტივალზე და როცა თქვა გაჩვენებენ პროგრამაში და ეუბნებიან რომ მოდი სრულმეტრაჟიან დედეზე ჩვენ გაფინანსებ და გვერდში გითხავართ და ვაკეთებთ და აი დასტური იმის რომ საქართველოს არ ჩერდება. აბაშიძე ხო, ეს გიგიშა აბაშიძე გრიგოლ აბაშიძე ჩვენი აი პოეტისა და მწერლის შვილი, რომელიც სცენარმა ახლა მეზობლებმა ბულგარეთში სოფიას ფესტივალზე ინდუსტრიულ პროგრამაში მიიღო გრანტი და მანამდე მან კინოცენტრის დებიუტების კონკურსში დაფინანსება მიიღო, მოიპოვა ამ პირველი ფილმის გადასაღებად და აი კაცრავა და მე უკვე ეს ბულგარეთის ეს ფესტივალი იყო, სოფიის ფესტივალი ბოლო დროს და გრანტი მოიპოვა აი ამ ფესტივალზე. ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ანუ ეს ახალგაზრდები მოდიან რომლებიც არიან აი დიდი ენერგიით და აი ჭირდებათ თანამედროვე ხედვით მოდიან გადაიღონ და არავისზე ნაკლები უცხოეთში დღეს ისტორიაში არ არიან თუ მეტი არა კიდევ და ნიჭიერები. ქართველებს არ აქვს დიდი ტექნიკური საშუალებები, რომ რაღაცა ბლოკბასტერები და რაღაც პლანეტების ომები გადაიღონ.
მიეცი ორი კამერა, გავუში ქუჩაში და სასწაულებს აკეთებენ ეს ქართველები. როგორ მიხარია? კინო აქვს სისხლში. კინო აქვს, აი არსებობს რა, კინოც სისხლში აქვს, ლექსიც სისხლში აქვს, სიმღერაც სისხლში აქვს და ბევრი რამე კარგი აქვს. შეყვა რა, ეს რაღაცები არის, ბევრი რაღაცა. ამიტომ როცა ამობენ რა რაღაცა ეს ერი არის იცი როგორ აი ერთმანეთის გაუტანელი მტრული დაუნდობელი ერთმანეთის ჩაწეხული ეს გარედან ჩანს ეს ყველაფერი ეგრე რაღაც დატაკებაში და აი რაღაც თამაშებში ჩაბმული ვინც გარედან დგა და გარედან ხედავს ამ ყველაფერს მე და შენ საერთოდ ლაპარაკობს და ამბობს ეს არის პოლიტიკური რაღაცა კაფი მოდებული თავზე კაფი პოლიტიკური და შიგნით არის ერის სულიერების ზღვა ჩვენ ცოცხალი წიგნები ვერ ვახსენებთ. ეხლა პროექტი როა და რო დადიან ეს წერლები და ნახულობენ. აი ჩავიდნენ გორში, ჩავიდნენ ნიქოსში, რომელიც საზღვრისპირა სოფელია და იქ შევიდნენ და მათ ნახეს ის უბრალო გლეხები როგორ ცხოვრობენ და რანაირად ფიქრობენ ისინი და დაელაპარაკენ ეს წერლები აიმათ. აი ესეთი ცოცხალი წიგნები. ეხლა რო იყვნენ წასული. აი შენ წახვალ თავი, შენც მონაწილეობა და მეც წავალ და ნახავ ჩვენ იქ მე ნახავ შავხევსურეთში როგორ ცხოვრობენ ის ბავშვები იმ ბარის სახლში. მე წალკაში მივდივარ. დიდი სიამოვნებით შევხვდები. მე მიწევს შეხვედრა არაქართულენოვან მოსახლეობასთან მარნეულში ხო იქ მიწევს ძალიან მიხარია იმიტომ რომ მე მათ გავესაუბრები მოვუყვები ჩვენს ქართულ მწერლობაზე მოვუყვები ჩვენს ყველაფერს კარგი პროექტია მადლობა უთხრათ ქეთი დუმბაძეს აი ბატონო და სულ ახსენდავასეთ და აი ქეთითანაც მივედით მარიამ ციკლაურს რომელმაც ეს პროექტის კოორდინატორია და ქეთი რომელმაც ეს პროექტი გააკეთეს აი და ეს თუ გაგრძელდება კიდე და მარტო 75 წერალი კი არ მიიღებს შეიძლებიან ესე და მომდევნო წელს გაგრძელდება და საერთოდ წერლები იქნებიან თუშეთში სწავლენ, სვანეთში სწავლენ და მთელ ქვეყანას მოევლიან და ნახავენ აი რა ქვეყანა გაქვს შენ და იქ კი არ უნდა გარბოდეს სადღაც აი შენ ქვეყანას შეხედე აი რითი მინდა და რა მინდა გითხრა იცი სულ ახლა აი ახლა ხანს ლალი გულისაშვილი ხო იცი შენ პოეტი ლალი გულისაშვილი ჩემი თანამშრომელი იყო ლიტერატურის ინსტიტუტში ტრიალებს მისი ერთი ლექსი Facebook-ზე. ბოლომდე არ მახსოვს, მე გავიზიარე და დავდებ გიждები ამ ლექსზე მეთქი. არ მახსოვს, ბოლომდე ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ ასე იწყება. დედის ანდერძი ჰქვია და ასე იწყება. გაიზარდა ჩემი შვილი, უკვე ნახა რომი, ნიცა, მაგრამ გაგრა არ უნახავს. არ უნახავს ლურჯი რიცა და ესე და ბოლოს ბოლოვდება თუ კი დაკარგეო ერთი მიწა გოჯი ღმერთი უნდა შეაწუხო ჩემო შვილო უნდა ნახო აფხაზეთი უნდა ნახოც და უნდა მეტიც უნდა გაითავისო და ხო აი რას ვამბობ რომი ნიცა მაგრამ გაგრა არ უნახავს გაგრაც არ უნახავს და მესტიაც არ უნახავს თუშეთიც არ უნახავს წერალს ხომ წერალს და მე ახალგაზრდა წერს სულეუნები როგორ წერ როგორ ზიხარ და ვიღაც ციგნები და რაღაცებს იჭერ და ესენი მოგაქვს ჩემთან სანახა მატყუებთ ხო დელ ცხოვრება მაშინ ციგთან და იმასთან არა ეგრე არ შეიძლება რა და ნახო უნდა უნდა ისაკნა უნდა ისაკნა რაზე მუშაობ ამ წამს აი ახლა ამ არაფერზე და რას უსურებ ჩვენს ხალხს ჩვენს ქვეყანას რას უსურებს მიხო მოსული შვილი იცი როგორ აი მის წერალი აი იუმორის გზნობის შენარჩუნებას აი ღიმილის შენარჩუნებას იმის აი ამ გაუსაძლის და აუტანელ და მძიმე ცხოვრებაში შენარჩუნებას აი იუმორის აი ტრადიციული ქართული ღირებულებები ჩვენ ჩამოთვალეთ ახლა იმისას და ანუ აი ის რო გადარჩეს აი რაც ძირითადად დოდარ დუბაძეს აქ ნათქვამი აი რაღაცა მთავარი სული უნდა გადარჩეს. ხო. აი ადამიანში. აი ის სული უნდა გადარჩეს. ის არის და იმით გვაფასებენ და იმით ვარ ჩვენ ღირებულები და იმ სიგნალში ამერიკელი მხატვარი ვარ ჩამოსული და ეხლა ცხოვრობს. ისაჩერებს ის იჭერს იმას. იქ იქნება თუ სვანეთში იქნება თუ სად აი ნებისმიერ ჩვენ ხარჯი. აი ეს საუკეთესო სურვილებით, საუკეთესო ოცნებებით, სურვილებით და განცდებით, გემშვიდობებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.